მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე, მე ლევან სუთიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში იწერება და ჩვენი სტუმარია ამავე ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ასათიანი, რომელთან ერთადაც სხვადასხვა თემებზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით მამა მიქაელ, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის თქვენს ტაძარში. მე პირველად წერ მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ ტაძარში გადაცემას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გთხოვთ წარადგინოთ თქვენი თავი მოკლედ. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ თქვენს, ასევე მივესალმო მაყურებელს და ყველა მორწმუნე მრევლს. უსურვო მათ კეთილდღეობა, წარმატება და ღვთის წყალობა. მამა მიქაელ, მე არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო. ამ გადაცემაში სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, სამი მართლმადიდებელი მღვდელი, მამა ილია ჭიღლაძე, მამა ათანასე სვანიძე და მამა სერაფიმე ბითხარიბი. რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქოს ნეობრივმა კომისიამ დაიბარა და პასუხი მოსთხოვა იმაზე, რომ უბრალოდ იმყოფებოდნენ ამ გადაცემაში. ამ ასე ვთქვათ მოვლენის შემდეგ, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ დაგვრთანხდით გადაცემაში მონაწილეობას? პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ მართალია მე სასულიერო პირი ვარ, მე ვეწევი ღვთისმსახურებას, მაგრამ ასევე მე მავალია ჩემი მრევლის მომზადება როგორც სასულიერო ცხოვრებისთვის, ასევე საერო ცხოვრებისთვის. ეს ორი ერთმანეთთან ჯერჯერობით ესე განუყრელია, სანამ ადამიანი თავის სხეულში არის და როდესაც ადამიანი ეკლესიის გარეთ იმყოფება, მას უხდება იმ სამყაროში ცხოვრება, იმ სამყაროში ურთიერთობა, სადაც არ არის საეკლესიო ცხოვრება და არ არის იქ ათიმცნების იგი დაცვა. აი ამ შემთხვევაში მე პირიქით მიხარია, რომ ჩემი საუბარი ყველა მოისმინოს და განუყოფელი არის, ესე იგი, როგორც სასულიერო ცხოვრება, ასე საერო ცხოვრებას. ხშირ შემთხვევაში მე მქონია ასეთი შემთხვევები ჩემს სულიერ შვილებთან, რომლებიც სხვა ეკლესიიდან გადმოვიდნენ და იყვნენ გაორებულები. ესე იგი, ხშირად ასწავლიან, რომ აი მხოლოდ ესე იგი ეკლესიური ცხოვრება, დანარჩენი საერო ცხოვრება ეს არის, ესე იგი, ბოროტებით ახსავსე ცხოვრება. კი ბატონო, შეიძლება ბოროტებით იყოს ახსავსე, უსამართლობით იყოს ახსავსე, ყველაფერი, მაგრამ თუ ადამიანი აი ამ ცხოვრებისთვისაც არაა მზად, ის ყოველთვის დაიჩაგრება. იმიტომ რომ როდესაც მას ცალმხრივად ესმის, ეს ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ დიალოგი მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან არის აუცილებელი იმისთვის, რომ მომზადებელი აუცილებელი არის. ეს ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან უნდა ითქვას. მამა, და ამ კითხვით ამოვწურავ ამაზე საუბარს, თუ თქვენ დაგიბარებენ აი ამ გადაცემის შემდეგ ზნეობრივ კომისიაზე. არ ვიცი ახლა რამდენად დამიბარებენ, ან რატომ უნდა დამიბარონ, ან რას ვამბობ ისეც, რომელიც მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. არ ვიცი, თუ დამიბარეს, მივალ და გავარკვევ რა ვქენი არასწორად და მით უმეტეს მე რჩეულის კანონს არ ვარღვევ, თუ რამეს ვამბობ,
ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც ესე იგი არსებული არის. შეიძლება ზოგჯერ ის საჭიროებო საქმეებზე ვილაპარაკო, რომელიც დღეს მართლა არსებობს. ახლა თუ ვინმეს არ მოსწონს, ეს მათი პრობლემაა. მე ვალდებული ვარ, ესე იგი, ჩემს მრევლთან ვიმუშაო, ჩემს მრევლს აუხსნა თუ ის ესე იგი ვინმეზე არის განაწყენებული, თუ გინდა ხელისუფლებაზე, თუ გინდა საპატრიარქოზე, თუ გინდა რომელიმე მღვდელზე, თუ გინდა რაღაცა, მე უნდა გამოვასწორო მისი ესე იგი სულიერი მდგომარეობა. აუხსნა ან ესე იგი თქვენ ზედმეტად ხართ რაღაცა ემოციურად გადატვირთული ვინმეს მიმართ, ესე იგი და ეს ასე არ არის, რაღაცა და უმჯობესი არის რომ აი საშუალო მდგომარეობა აიღოთ ცხოვრების წესად და ისე გააკეთოთ რომ ღმერთს ღვთისა მისცეთ და კეისარს კეისრისა. მამა მიქაელ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი. უბრალოდ თარიღი არ არის ცნობილი, თორემ ის ჩამოსვლას აპირებს. თქვენ როგორ აფასებთ პატრიარქი კირილის მოღვაწეობას საქართველოსთან მიმართებაში და თუ შეგიძლიათ ეს მოღვაწეობა დაახასიათოთ მას შემდეგ, რაც ვისაუბრებთ მის შესახებ ერთი სიტყვით. კი ბატონო, მოგახსენებთ, მე ვარ აფხაზეთიდან. ჩემი საფკარი დანგრეულია. ჩემი ეზო განადგურებულია. ჩემი ეკლესია ილორი, სადაც მე მოვინათლე, სადაც მე დავდიოდი და ბავშვობა გამიტარებია, მე იქ არ მიშვებენ. მამა ჩემი საფლავი, ჩემი ნათესავების საფლავი აფხაზეთშია, ქალაქ ოჩამჩირეში, მე იქ აღარ მიშვებენ. მთელი ესე იგი ქართველები გამოდევნეს აფხაზეთიდან. სასულიერო პირები გამოდევნეს აფხაზეთიდან. ილორის ეკლესია გადააკეთეს რუსულ ყაიდაზე. და ამდენი ხნის განმავლობაში ოკუპირებული არის აფხაზეთის ტერიტორია რუსების მიერ. მე პირადად რუსებთან, მოქალაქეებთან, რიგით ადამიანებთან კი არა მაქვს პრობლემა. არავითარი პრობლემა არ გამაჩნია. მე გამაჩნია პრობლემა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან. რუსეთის ხელისუფლება არის საქართველოს მტერი. აქედან გამომდინარე, კირილე არის რუსი. და კირილე არის რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელი, პატრიარქი, ხო? მაგას შეუძლია ძალიან ადვილად ქართველი სამღვდელობა შეუშვას, ესე იგი, იმაში აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ყოველ წელს იქ ვიღაც ესე იგი წარმომადგენლები არიან ეგრეთ წოდებული ესე იგი ეკლესიის იმათ ყოველ წელიწადს ულოცავს და ჩემთვის აქედან ის სასულიერო პირები, ვინც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან, მხოლოდ ორი მათგანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნაკურთხი თავის დროზე და დანარჩენები ყველა არის ნაკურთხი რუსეთის სასულიერო სემინარია აკადემიებში, რომლებიც შემდეგ არიან ჩასულები. კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იქ პატრიარქის ნაკურთხია, ჩვენი პატრიარქის ნაკურთხია, მან კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ის ახლა ჩვენ წინააღმდეგრო წავიდა, უკვე ჩემთვის ის არის. არა, რა თქმა უნდა, მე ამას გავიგე. უბრალოდ რუსეთის ეკლესიის მოქმედებებზე ვსაუბრობ, ის აკურთხებს და უშვებს. აქედან გამომდინარე, როდესაც მე ჩემს სახლში არ მიშვებენ და ჩემი ტერიტორია ოკუპირებულია, რუსეთის საპატრიარქოს ოკუპანტი არის ჩემთვის, პირადად ჩემთვის. იმიტომ რომ მან მოახდინა აფხაზეთის ეკლესიის ოკუპაცია, იქ არიან რუსის სამღვდელოება და აქედან გამომდინარე, ჩემთვის
რუსეთის პატრიარქი კირილეც იგივე ოკუპანტი არის. მე მაგას ასე ვღებულობ. ეს ჩემი აზრი არის და მე ასე ვფიქრობ. თუ სხვანაირად არის, ალბათ მეტყვიან და ამიტომ აქედან გამომდინარე მე მას ესე იგი მივიჩნევ არ უნდა შემოვიდეს მაგის საქართველოში. მე მაგას როგორ ვემთხვიე ხელზე. როგორც ოკუპანტს თუ როგორც ესე იგი ერთ მორწმუნე პიროვნებას რომელიც ესე იგი მართლმადიდებლზე თავს დებს და მე იქ არ მიშვებს. მამა, რუსეთის ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება ძალიან ხშირად არის ხოლმე ლმობიერი, ხო? თუნდაც საქართველოს ეკლესიის მხრიდან. მე მინდა გკითხოთ ერთ ფრაზაზე მინდა თქვენი კომენტარი. არის თუ არა პუტინი ბრძენი? მე არ ვიცი ახლა ჩემთვის პუტინი ოკუპანტი არის და ბრძენი როგორ უნდა იყოს ის მე არ ვიცი თავისი საქმიანობისთვის თავისთვის და რუსებისთვის შეიძლება ბრძენი იყოს. ის გააკეთებს ყველაფერს რომ აფხაზეთსა და ოსეთს შორის ჩვენთან ურთიერთობა მოგვარდეს? მე გეტყვით ახლა იცით მე არას დროს არ მithქვია რომ ჩვენ ოსებთან ან აფხაზებთან კონფლიქტი გვაქვს. მე ვამბობ ყოველთვის და დღესაც იგივეს გავიმეორებ ჩვენ ომი გვაქვს რუსეთს საქართველოს შორის და სანამ ეს არ მოგვარდება პუტინი ჩემთვის იქნება მტერი და თვითონ რუსებისთვის შეიძლება ბრძენი იყოს ეს მათი გადასაწყვეტია მაგრამ მე მაგას როგორც ბრძენი ისე ვერ ვაღიარებ. როგორ მიგაჩნიათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის ვიზიტები მოსკოვში მაგალითად არის თუ არა ეს გარკვეულწილად დავიწყება იმისა რა მოხდა და რასაც ის ახორციელებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, ხო? კათოლიკოს პატრიარქის უშუალო დაქვემდებარებაშია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია და სწორედ ამ ეპარქიის მიტაცებას აპირებენ, ხო? ეს ხო დასამალი არ არის არავისთვის. როგორ აფასებთ ამ ფონზე ვიზიტებს მოსკოვში, მოსკოვის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას, აი მაგალითად კარასინთან არა, ხატის გადაცემას, ჩუქებას, მათთან ერთად ტრაპეზის გაყოფას. რამდენად მიგაჩნიათ ეს სწორად, როგორც მართლმადიდებელ მღვდელს და გააკეთებდით თუ არა თქვენ იგივეს? მე როგორც ჩემი სამშობლოს მამულიშვილის და ჩემი სამშობლოს პატრიოტს რა თქმა უნდა შეხვედრები აუცილებელი არის თუ ის სარგებლობას მოიტანს. მაგრამ როდესაც შეხვედრები არავითარ სარგებლობა არ მოაქვს ამ შეხვედრებს, მაშინ ჩემთვის ეს შეხვედრები არის უაზრობა და მე მაგალითად პიროვნულად არც შევხვდებოდი აი ასეთ ესე იგი უაზრო შეხვედრებს და არც პურმარილი მათთან იქნებოდა და ну შეიძლება ახლა იცით რა ეს ადამიანს გამარჯობა უნდა უთხრა მაგრამ როდესაც მისი ხელი ქართველთა სისხლით არის ესე იგი ამოსვრილი იმ ხელს როგორ გამოვართმევ აი ეს არის ჩემთვის დიდი პრობლემა ეხლა რაც შეეხება მოსკოვში ვიზიტებს და რაღაცას ვიზიტი აუცილებელია ყველგან მით უმეტეს, როდესაც ორივე მართლმადიდებლები ვართ. მაგრამ როდესაც ამ ვიზიტს არავითარი სიკეთე არ მოაქვს და მაინც ჩვენ სამღვდელობას არ უშვებენ აფხაზეთში, ეს ჩემთვის ტრაგიკული მოვლენა არის. ეს ჩემთვის არის გულის ტკივილი. და რომელიც ესე იგი შეიძლება ძალიან ცუდად განვიცადო ეს მოქმედება. ამიტომ ახლა მოსკოვთან ურთიერთობა მოდი გავიხსენოთ ისტორია.
გიორგი პირველის ძალიან არ უყვარდა ბიზანტია და ბიზანტიის ეკლესია. და როდესაც მან მოისურვა სვეტიცხოვლის აშენება და ბიზანტიელი ხელოსნები ჩამოვიდნენ და მაკეტები ჩამოვიდნენ და კარგად გვახსოვს, რომ მან ეს ყველაფერი უარყო, არც მიიღო ეს ბიზანტიელები იმ ისტორიულ პერიოდში, დღეს იმ ისტორიულ პერიოდს რო გადავხედოთ დღევანდელი თვალით, რატომღაც აი გმირად მიგვაჩნია ჩვენ გიორგი პირველი, მაგრამ დღეს რატომღაც ესე იგი ვიღაცამ რაღაცა შეიძლება თქვას, ხომ? აი მოსკოვის ესე იგი ისა მართლმადიდებლები არიან და ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და არის ასეთი ესე იგი ზოგიერთი ადამიანები, რომ აი ჩვენ რუსების გარეშე ვერ ვიცხოვრებთ. ძალიან კარგადაც ვიცხოვრებთ რუსების გარეშე, ესე იგი ეს თვისება არის მონური თვისება, როდესაც ადამიანი მაინც და მაინც დამპყრობელთან, ესე იგი ახლო კავშირი. აი ასეთი წერილები ქვეყნდება ხოლმე, მათ შორის თუნდაც საეკლესიო პრესაში არა, რომ ამერიკა არის დიდი მეძავი, დასავლეთი ეს არის, რა ქვია, გარყვნილება, სულიერი გარყვნილება და ასე შემდეგ, ხო? მაშინ როცა არ გვესმის ხოლმე იგივე რუსეთის მიმართ, სადაც სტატისტიკას რო გადავხედოთ, ხო, აბორტის რაოდენობით, თუნდაც ალკოჰოლიზმით, დანაშაულის სტატისტიკით და სხვა მრავალი რაღაცით, ხო, ხა, მემრუშეობით და ასე შემდეგ, ხო, თუნდაც არის ხოლმე პირველ ადგილზე. და ამის პარალელურად დასავლეთი გამოყვანილია ხოლმე როგორც ასე ვთქვათ სულიერად bis მებრძოლად, ხოლო აი რუსეთი როგორც რაღაც სიწმინდის ეტალონად. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას, აი ამ მღვდლების? მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ დასავლეთი თუ ერთი ესე იგი იმპერია არის, რუსეთის მეორე იმპერია არის, უბრალოდ დასავლეთი ადამიანს ესე იგი მატერიალურად უზრუნველყოფს. შეიძლება ძალიან მალე ესე იგი მათი დახმარებითაც ესე აფხაზეთის სამაჩობრებს დაიბრძ, იმიტომ რომ საქართველოს ისეთ გეოპოლიტიკურ იმას იკავებს, რომ ორი უზარმაზარი სახელმწიფო შეერთებული შტატები და რუსეთი დაეჯახნენ ერთმანეთს, იმიტომ საქართველოს გეოპოლიტიკური ტერიტორიაზე ესე იგი მფლობელი აკონტროლებს მთელს ესე იგი შუა აზიას, მთელ რუსეთს ესე იგი ურალიდან ჩრდილოეთ ყინულ ოკეანემდე და ამიტომ ჩვენ გვმართებს ძალიან ჭკვიანური პოლიტიკა. ევროპელებთან, ამერიკელებთან და რუსებთან მიმართებაში. რას გვაძლევს ჩვენ ან ერთი, ან მეორე. რას გვაძლევს ჩვენ ევროპა, დასავლეთი, განსაკუთრებით ამერიკა, ან რას გვაძლევს რუსეთი? რას გვაძლევს? რუსეთი არაფერს არ გვაძლევს, არც სულიერად, არც მატერიალურად. პირიქით, რუსეთის მიზანია და რუსეთის ეკლესიის მიზანიც ის არის, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ესე იგი დაყოფა მოხდეს. მეგრელებად, იმერლებად, სვანებად და ასე ესე იგი მართოს და იგივე საკეთებს რუსეთის ეკლესიაც. ახლა მე ერთი რამე მინდა გავიხსენო, როდესაც რუსეთი მონღოლების პერიოდში იზოლირებული იყო ევროპისგან და კიევის რუსეთს ესე იგი დაპყრობილი იყო რაღაცა, რუსებმა იწყეს ჩრდილოეთით სვლა და მთელი 2 საუკუნე ევროპისგან და სხვა სამყაროსგან ესე იგი მოწყვეტილი იყო. ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან ესე იგი მცირე იყო და წარმოიდგინეთ დამთხევა მოხდა კონსტანტინოპოლის დაცემისა, ბიზანტია უკვე აღარ არსებობს და რუსებს გაუჩნდათ შანსი, რომ
ისინი იყვნენ მესამე რომი და კონსტანტინოპოლიდან ტახტი გადმოეტანათ რუსეთში. ამისთვის მაგათმა დიდი ქალაქი ააშენეს, ესე იგი ისა მეც რა ქვია დამავიწყდეს ეს ხო და ყველაფერი ესე იგი მოამზადეს. ასევე ივანე გროზნოს აქვს შეკვეთილი ტილო, რომელიც დღესაც რუსეთში ესე იგი იმყოფება, ხატი, რომელიც სიგრძეში არის ძალიან დიდი, სიმაღლეში სადღაც 2 მეტრო ნახევარი, მგონი 5 მეტროზე არის, ზუსტად ვერ გეტყვით. სადაც მთელი რუსი წმინდანები არის, რუსი წმინდანების გარდა მთელი მსოფლიოს ყველა წმინდანები ამ იმაში არის ესე იგი დაწერილი და წინ არის ახალი ზეციური იერუსალიმი და დედაღვთისმშობელი ყრმით. და წარმოიდგინეთ თქვენ ივანე მრისხანე ცხენზე შემჯდარი წინ მიუძღვება ყველას. თვით წმინდა გიორგიც, თვით კონსტანტინე დიდიც კი უკან მიყვებიან და რუსებს შეყავთ მთელი მსოფლიო ამ ახალ იერუსალიმში. ეს არის პოლიტიკური ხატი, რომლითაც მსოფლიოს ეუბნებიან, რადგანაც კონსტანტინოპოლი და ბიზანტია უკვე აღარ არსებობს, ესე იგი ჩვენ ვართ მართლმადიდებლობაში მესამე რომი და თქვენი ესე იგი ისა რომ გაერთიანდეს ყველა მართლმადიდებელი სახელმწიფო, ისა მართლმადიდებელი ეკლესიები რუსეთის მონარქიის ქვეშ, ხო, გენ მონარქიის გენ ესე იგი მათი საპატრიარქოს არ აქვს მნიშვნელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ნელ-ნელა ესენი დგამენ ამ ნაბიჯებს და დღეს საქართველოშიც არიან ისეთი ადამიანები, რომ მაგათ მართლა გონიათ რუსეთი მხსნელი. ამ დროს რო ვეუბნები აგერ რუსებმა ესე იგი ეკლესია წაგვართვეს, გადაგვიკეთეს, ილორი გაარუსეს და რაღაცა რო ვეუბნები ესენ აი პასუხი არ გააჩნიათ, რაღაცა აბდაუბდა რაღაცას საუბრობენ და აქედან გამომდინარე რუსეთი ეკლესიაც ჩემთვის იგივე დამყრობელი არის, იგივე მტერი არის. მამა, თქვენ საუბრობდით ახლა კიევის რუსეთზე და არ შემიძლია არ გკითხოთ, არსებობს უკრაინაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ძალიან დიდმა ნაწილმა გამოაცხადა ავტოკეფალია, რომელსაც ახლა ხელმძღვანელობს პატრიარქი ფილარეტი და რომელმაც ასე ვთქვათ ღიად დაუჭირა უკრაინის ევროპულ მომავალს მხარის წერდა წერილებს და ასე შემდეგ. ამ ეკლესიას არ აღიარებს არავინ მართლმადიდებელი ეკლესიებისგან, მათ შორის საქართველოს საპატრიარქო. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს სწორია? ეს არის უკვე პოლიტიკური მიდგომა საქმისადმი. იმიტომ რომ მოსკოვისთვის არავის არ მიუწია სამოთხის გასაღები. და მოსკოვი არ არის ის ქვეყანა, რომელიც ყველას ესე იგი სამოთხეში შეიყვანს. მე პირადად ასე მგონია, რომ უკრაინამ თავისი სამართლიანობა აღადგინა. იმიტომ რომ პირველად იყო კიევის რუსი. ну მონღოლების ესე იგი შემოსევების დროს ესე იგი მოხდა მათი შესუსტება, დასუსტება რაღაც ისა და მოსკოვი იმ პერიოდისთვის როგორც ესე იგი დიდი სახელმწიფო მან მიისაკუთრა ეს ტახტი ძალათი და ეხლა ასეთი მიდგომა აქვს რომ ჯერ რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა და მერე ესე იგი ყველა აღიარებს. აქედან გამომდინარე მე ამას ესე იგი უსამართლობად ვთვლი. ჩვენ შემთხვევაშიც ასე იყო.
კი, ცოტა უკეთესი პირობები იყო ჩვენ შემთხვევაში, როდესაც 1917 წელს ჩვენ აღვადგინეთ ეკლესიის ავტოკეფალია. მე რაღაცა გარკვეული პერიოდის მომენტში რუსეთის ეკლესიასაც ჭირდებოდა როგორც ესე იგი მხარდამჭერი, ასე ამიტომ მოხდა საქართველოს ეკლესიის აღიარება. მადლობა ღმერთს ასე მოხდა, მაგრამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ აღიარებდა 90-იანი წლების ბოლომდე, არა? 92 წელს აღიარა, თუ არ ვცდები, კონსტანტინოპოლმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. კი. და მაშინ რა გამოდის ჩვენ რატომ გვავიწყდება რომ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, ხო? საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო სწორედ ამ მდგომარეობაში. ის მდგომარეობა არის რომ მართალია ეს ქაღალდი არ აქვს ჩვენი საბუთი, ესე იგი მსოფლიო პატრიარქის ხელმოწერა და ბეჭედი არ აქვს, მაგრამ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები მაინც გვაღიარებდნენ. ვინაიდან რუსეთმა გვაღიარა ჩვენ, ამიტომ უკვე სხვებსაც მიეცა შესაძლებელი სტალინის ზეგავლენით მოხდა, ხო, მათ შორის. ერთი კარგი რაღაცა მაინც გააკეთა ეკლესიის მიმართ, მაგრამ ნუ ძალიან ცუდი მოტივით, ხო? მაინც ცუდი მოტივით. მაგრამ მოდი ვისაუბროთ საბჭოთა კავშირზეც აქედან გამომდინარე. ჯერ ეს თემა რო ამოვწუროთ. თქვენ თვლით რომ პატრიარქი ფილარეტის ეკლესიას მადლი არ აქვს? არა, მე ასე არ ვთვლი. თქვენ საშუალება რო გქონდეთ, ილოცებდით რომელიმე მღვდელმთავართან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის? ეხლა ოფიციალურად არა. იმიტომ რომ მე საქართველოს საპატრიარქოს ვემორჩილები. მე ამ მორჩილებიდან არასდროს არ გამოვალ და მაგრამ მე შემიძლია ვიმეგობრო ნებისმიერთან ვიმეგობრო, მივიდე, მივესალმო, ჩემთან დავპატიჟო, მაგრამ ეს არ მოხდება იმ ევქარისტიის ხარჯზე არ მოხდება. იმიტომ რომ ანუ თქვენ მადლგანძარცულად არ მიიჩნევთ, მაგრამ დროებით ემორჩილებით, ანუ საქართველოს საპატრიარქოს ნების არა, მე ასე ვთვლი და ეხლა იმიტომ რომ მოსკოვის საპატრიარქოს რო არ ემორჩილება, ეს თუ ნიშნავს რომ ყველა ჯოჯოხეთში მიდის და რა ქვია ეს მათი წირვა-ლოცვას ღმერთი არ ისმენს, ეს ცოტა ჩემნაირი პიროვნებისთვის მიუღებელია და მას ვერ ამიხსნის ვერავინ რა რჯულის კანონიც არ უნდა ესე იგი წინ დამიდოს. მაშინ ჩვენც ეგრე ვიყავით. სანამ გცნობდნენ მე მახსოვს პატრიარქის ტიხონის წევლა, ხო, ქართველების მიმართ რუსეთის პატრიარქმა ფაქტობრივად ანათემიზებულები იყვნენ, არა ეს ხალხი? ეგზარქოსმა გააკეთა. ეგზარქოსმაც და შემდეგ უკვე პატრიარქმა ტიხონმაც, როცა ავტოკეფალია აღდგა, ხო, ეს არის და შემდეგ მას პატრიარქმა ლეონიდემ უპასუხა ძალიან კარგად. სხვათა შორის არსებობს წყაროები, რომლის მიხედვითაც პატრიარქი ლეონიდე მზად იყო მაშინ უკრაინის ეკლესიისთვის ეკურთხა მღვდელმთავარი ეპისკოპოსი. გამოუგზავნეს კიდეც, მღვდლები მოდიოდნენ, უბრალოდ იმ ავტოკეფალისტურ მოძრაობას არ ყავდა ეპისკოპოსი და პატრიარქ ლეონიდეს თხოვეს და პატრიარქ ლეონიდე თანახმა იყო, უბრალოდ ისინი ვეღარ ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს უკრაინის თემა, ხო? ამ უკრაინის თემას რო გავცდეთ და ის სტალინი ვახსენეთ და საბჭოთა დროზე ასე ვთქვათ, ვისაუბროთ. თქვენ 34 წელია ბრძანდებით მღვდელმსახური, თქვენ საბჭოთა პერიოდში ეკურთხეთ და ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ საბჭოთა კავშირში ეკლესია თანამშრომლობდა კგბ-სთან. კი, სასულიერო პირებიც მათ შორის. ესე იგი, მაგას როგორ ერქვა ის რწმუნებული საპარატი. რელიგიის საქმეთა რწმუნებული. რელიგიის საქმეთა ეს რწმუნებული საპარატი. მდებარეობდა აღმაშენების 65 ნომერში. მაგ პერიოდში მართალია საქართველოს ეკლესია კომუნისტების დროს ძალიან იყო ესე იგი განადგურებული. ფაქტიურად ქვის გროვებად იყო ქცეული და
როგორც მახსოვს, ერთი პერიოდი სულ 3 ეპისკოპოსი ყავდა საქართველოს. მე ჩემს პერიოდში უკვე 13 ეპისკოპოსამდე ავიდა. 13 იყო და მე მოხდა, მაგრამ ეს ის პერიოდი არის, აი, როდესაც ჩვენ მართლა ვიბრძოდით ეკლესიისთვის, ჩვენ მართლა ვიბრძოდით ჩვენი სამშობლოს განთავისუფლებისთვის და ამაში მე ჩემი წვლილი მაქვს, ესე იგი მიღებული და ერთი წუთითაც არ მიმიტოვებია ეროვნული მოძრაობა. მამა, იყვნენ მღვდლები, რომლებიც თანამშრომლობდნენ კგბ-სთან? კი, იყო, მაგრამ ეს იყო იძულებითი მომენტი, როდესაც, ესე იგი, აქ რა იყო, მაგალითად, ჩემთანაც იყვნენ, ესე იგი, ეს მოსულები და თქვენ ხელი მოაწერეთ? არა, ხელი არ მომიწერია, საქმე მაგაში არის, რომ არ მოვაწერე ხელი და მთელი 6 წელიწადი თბილისში ჩავუმაშორეს და ისეთ ეკლესიებში მაგზავნიდნენ, სადაც არც შემოსავალი მქონდა, არც არაფერი. რატომ არ მოაწერეთ ხელი? ეს ამორალური იყო თქვენთვის? ნუ მაშინ მე, ესე იგი, ძალიან ფართოდ ვღებულობდი ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობას. ზუგდიდში მაშინ, ესე იგი, ბარიკადები რო იყო ერთი დღე არ მიმიტოვებია და ხალხთან მუშაობდი როგორც სულიერად, ასე საერო ცხოვრების წესით და რატომ ჭირდებოდა ეხლა უშიშროებას აი ეს ხელმოწერები? როდესაც სასულიერო პირი მიდიოდა საზღვარგარეთ, აუცილებლად მას უნდა დაეწერა ეს ხელი უნდა მოეწერა იმაზე, რომ ის არ ილაპარაკებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და რაღაცა თუ ილაპარაკებდა, მაშინ ამას გამოაჩენდნენ და ეტყოდნენ, გამოაქვეყნდნენ, რომ აი ეს კაცი არის, ესე იგი, ჩვენი აგენტი და თქვენ ესე იგი გატყვევით. ნუ იყო შემთხვევები, როდესაც იმ პერიოდში იყო ძალიან ისეთი მღვდლები, რომლებიც იყო შემოგზავნილი თვითონ უშიშროების მიერ. და ეს მღვდლები განკვეთილები არიან დღეს? დღეს ეს მღვდლები განკვეთილები არიან? არა, ზოგიერთი უკვე ცოცხალი არ არის და ზოგიერთი უკვე იმდენად მოხუცებული არის, ესე იგი, რომ უკვე მაგათ არჩევთან უკვე აღარ არის ეს მომენტი. ხო და ჭირდებოდათ იმისთვის, რომ ყველაფერი ცოდნოდათ უშიშროებას, ესე იგი, ვინ რა თქვა, ვის რა აზრი გააჩნია. ხო არ არიან აქ მრევლში, ესე იგი, ეროვნული სულისკვეთებით, ესე იგი, გამშვალული ადამიანები რაღაცა და ან რა თქვა, ან რაღაცა ესე მეკონდათ, ხო? ის ვინც ხელს აწერდა, მამაო, კგბ-სთან თანამშრომლობას, ხო? ის ვინც თანხმდებოდა მათთან თანამშრომლობას, როგორი სახის თანამშრომლობაც არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, ხო? ფაქტია, თქვენ არ მოაწერეთ ხელი, იმიტომ რომ ეს თქვენთვის იყო ამორალური. ვიღაცამ მოაწერა ხელი, ხო? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფაშისტური და კომუნისტური ხელისუფლება არის ერთი და იგივე აბსოლუტურად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფაშისტებთან კოლაბორაციონისტმა სასულიერო პირებმა, როგორც პროტესტანტებმა, ისე კათოლიკეებმა ბოდიში მოიხადეს იმის გამო, რომ აი ამ ხელისუფლებებთან, აი ამ საშინელ მონსტრებთან თანამშრომლობდნენ, ხო? თუნდაც მხოლოდ ხელმოწერით, ხო? რატომ არ აქვს აი ამ სასულიერო პირებს, ვინც თანამშრომლობდა დღემდე ბოდიში მოხდილი? ნუ არ ვიცი, ეს უკვე ეცეთ რა ეს საკითხი მართალი გითხრა, არც დამდგარა და შეიძლება არც ესე იგი დადგეს და არც მოაფიქრდეს ვინმე ესე იგი. მაგრამ ლუსტრაციის კანონი რომ მოხდეს, ნუ უკვე ის ძველი სამღვდელო მაინც უკვე თითოეულ არის, ესე იგი დარჩენილი ვიღაცები და ახალს არც ჭირდება ლუსტრაცია. მამა, ახალი
თვითონ თავის სახეს თვითონ აჩენს, კარგია, ცუდია თუ რაღაც ესე იგი და მაგას არც ჭირდება ესე იგი ილუსტრაცია. მამა, ეპისკოპოსი გახდებოდი საბჭოთა ხელისუფლების ნებართვის გარეშე. როგორ? ეპისკოპოსი შეიძლება გამხდარიყავი საბჭოთა ხელისუფლების ნებართვის გარეშე. არა, უბრალოდ მღვდლადაც კურთხევი. ხო, ესე იგი შეუძლებელი იყო. ერთადერთი მე ესე იგი გავხდი ისე რომ როდესაც გაიგეს ჩემი კურთხევა, დამიბარეს და გაკვირვებულები იყვნენ, როგორ მოხდა შენი ესე იგი კურთხევა მღვდლად, ვინ გაკურთხა და მთელი ამბავი და მთელი დამაწიეს ესე იგი ჩვენს გარეშე, ჩვენ ესე იგი რატომ არ გვითხრეს და რაღაცა და მე ვონე ხომ რეკომენდაციას მოგცემდით, აი კაი კაცი ხარ და რაღაცას ანუ თქვენ მაინც მიიჩნევთ რომ მაშინ ნაკურთხი ეპისკოპოსები თუნდაც, ხო? ხო. ანუ თანამშრომლობდნენ მაინც კგბ-სთან. ფაქტიურად თანამშრომლობა გამოიხატებოდა როგორც გითხარით აი ამ იმაში რომ ეროვნულ მოძრაობაში არ ყოფილიყვნენ და იმ პერიოდში ახსარების გათქმაში გამოიწვია. ნუ ეპისკოპოსი ახსარებას არ იბარებს, რიგეთი მღვდლები იბარებენ. ნუ მასაც შეუძლია ახსარების ჯაბა. არა, შეუძლია, მაგრამ ეხლა რატომ უნდა შეიბაროს, როდესაც მღვდლები ყავს, ესე იგი და შეიძლება პიროვნულად აი მისი ახლობელი მეგობარი ან რაღაც ვისგან ესე იგი მათგან ჩაიბაროს ესე, მაგრამ ეს მაინც ბერკეტი იყო სახელმწიფოს ხელში. ხო, მაგრამ მე რისი თქმა მსურს, საბჭოთა ხელისუფლება რო ცუდია, რომ გაანადგურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ეს გასაგებია, ხო, პატრიარქი ამბროსი შეეწირა, ნუ იგივე კირიონიც, ხო? თავდაუზოგავ ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლებასთან, ხო? თქვენც იყავით ეროვნული მოძრაობის წევრი. ის სასულიერო პირები, რომლებიც, ნუ ერთი მხრივ ეკლესიის გადარჩენის მოტივით, მაგრამ მაინც თანამშრომლობდნენ საბჭოთა ხელისუფლებასთან, თქვენი პირადი მოსაზრებით აქვს თუ არა მათ მოსახდელი ბოდიში ქართულ საზოგადოებასთან და ამით ხომ არ დასრულდებოდა ეს ყველაფერი? ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ ქართველი ერიც არაა ჯერ მაგისის მზად, რომ ის ესე იგი ისა ბოდიში მიიღოს. მეტყვი ჯერჯერობით ეს ბოდიში აპატიოს თუ მიიღოს? ბოდიში, ანუ ის აპატიოს რისთვისაც ბოდიშს იხდიან, ამას გულისხმობ? კი. უბრალოდ ვერ გაიგებს ამას ხალხი. ვერ გაიგებს, იმიტომ რომ უფროსი თაობა, რომელიც ესე კომუნისტური იდეოლოგიით გაიზარდა და რომელსაც ესე იგი აქვს მონური აზროვნება, ის ვერ მიხვდება ბოდიში რატომ თქვა. თუმცა არსებობს მრავალი ადამიანი, რომელსაც, აი მაგალითად, ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში 15 სინოდის 15 წევრიდან 11 აღმოჩნდა თანამშრომლობაში. ეკლესია მესნაბიჯი გადადგა მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ იცით რა, საზოგადოების ვიღაც წევრები შემომხედავენ არასწორად. მაგრამ სინანულმა ამ ადამიანებში, ხო, სინანულის შეგრძნებამ, დანაშაულის აღიარებამ ისტორიულად, ხო, მომავლისთვის ძალიან დიდი საქმე გააკეთა, იმიტომ რომ 30 წლის შემდეგ მობრუნდებიან და იტყვიან, აბა ვინმე მოიხადეთ ბოდიში. კი ბატონო, ჩვენ გაპატიებდით, უბრალოდ ბოდიშიც მოგეხადათ, ხო? გეტყვით მაგაზე. ბულგარეთი ჩვენსავით 200 წელიწადი არ ყოფილა რუსეთის ჩექმის ქვეშ და საქართველოს პატრიარქი არ ყავდა. ეგზარქოსი იყო მთელი 200 წლის მანძილზე, ხო? და თაობები შეიცვალა. და უკვე ის თაობები, რომელიც აღიზარდნენ, ახალი დაიბადა, ესე იგი ამ რუსული ჩექმის ქვეშ, ესე იგი მან დაიწყო რუსულად აზროვნება და ბულგარელები სულ ესე იგი 40 წელიწადი იყვნენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბჭოთა კავშირის ესე იგი სატელიტი ქვეყანა, ხო? იქ ისეთი თაობა ცხოვრობდა, რომელიც ესე იგი თავისუფალი იყო, დამოუკიდებელი იყო და რუსული ეკლესიის გავლენა პატარა რაღაცა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ აი ასე როგორც ჩვენთან ქართულად აკრძალული იყო წირვალოცები და რუსულად უნდა ელოცა ყველას,
ეს იქ არის. ანუ ბოდის ჩვენთან არ იხდიან იმიტომ, რომ ვერ გაიგებენ. დიახ, არც არის ვინმე მაგ ბოდიშის ესე გადამხდელი და არც არის მიმღებიც. რატომ არის ხო? საზოგადოებაში ეს კითხვები სულ ჩნდება და დამაბრკოლებელიც ხდება, ხო? რასაც დაბრკოლებას ეძახიან ხოლმე, რომ აი ეხლა გაიგებენ რომ ჩვენ თავის დროზე თანამშრომლობთ. ხო, მაგრამ მომავალი თაობა ამას ვერ გაიგებს. საქმე რაში არის? მე ყოველთვის იმედს ვამყარებ ახალ თაობაზე. მე ძალიან მიყვარს ესე იგი მუშაობა ახალ თაობასთან და ძალიან ესე იგი შედეგიანადაც მუშაობ და ეს ახალი თაობა, როდესაც ჩაენაცვლება ამ უფროს ესე იგი მოსეს თაობას, რომელიც ესე იგი მონური საბჭოთა კავშირის მენტალიტეტით არის ესე იგი აღზრდილი, აი ამას რო ჩაენაცვლება, აი მაშინ შეიძლება რომელიმე თქვას, აი წინა წლების იმაზე მე ვიხდი ბოდიშს. და ეს ახალი თაობა ამას ესე იგი მიიღებს ისე როგორც სწორ გადაწყვეტილებას. დღეს მე როდესაც ვესაუბრები ჩემ მრევლს უფროს თაობას უქადაგებ ერთს და მაგათ ესმით სულ სხვა. ბოლომდე არ მისმენენ. ესე იგი მოსწონთ ჩემი ქადაგება, მაგრამ კარს როგორც კი გავლენ ეგრევე ავიწყდებათ და აი ეს ახალი თაობა უკვე სხვა არის. ისინი რასაც ყურში შეუშვებენ, გონებაში ტოვებენ და იზრდებიან სულ სხვა იმით. აი თქვენნაირი ახალი თაობა სანამ არ მოვა ხელისუფლებაშიც უნდა მოვიდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ არ შეივსება მთელი საქართველო ამით, მანამდე ესე იგი არ ამგონია, რომ უფროსმა თაობამ ეს გაიგოს, რომ თუმცა ახალი თაობა საკმაოდ ასე ვთქვათ იმპოზიციებს იზიარებს ხოლმე ხანდახან, რასაც ზოგიერთ სასულიერო პირი, ხო? ეს არის შეუწყნარებლობა, ეს საქართველო ქართველებისთვის მხოლოდ რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნეა და მან გვიხსნა ჩვენ და ზოგადად აი ხდება ხოლმე ხანდახან პიროვნებების გაკულტებაც, ხო? აი სასულიერო პირების ქურუმებად გადაქცევა, რომ აი ერთი პრობლემაა ის, რომ ხანდახან ქრისტეს სიტყვას არ იჯერებს მრევლი და მეორე პრობლემაა ის, რომ ქრისტეს სიტყვის მაგივრად მღვდლის სიტყვას იჯერებს და ანაცვლებს ხოლმე, ხო, ამ ყველაფერში. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რაშია პრობლემა საქართველოში და თუ ხედავთ სასულიერო პირებში გაუნათლებლობის პრობლემას? საქმე იმაში არის, რომ 90-იანი წლები, როდესაც იყო ყველაზე რთული და ცუდი პერიოდი საქართველოში, ამ პერიოდით ისარგებლა ბევრმა, რომელსაც ესე იგი ხელი მოეცარა საერო ცხოვრებაში სამსახური ვერ იშოვა, რაღაცა ესე იგი ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პრობლემებს გადააწყდა. აი ამ დროს მოხდა ყველას ესე იგი კურთხევა. ესე იგი არ მოხდა გაცხრილვა, არ მოხდა აი ეს მომენტი, რომ მხოლოდ და მხოლოდ კარგი განათლებული ადამიანები მიიღოთ, აქ არ არის ლაპარაკი სასულიერო განათლებაზე. ადამიანს, როდესაც კარგი საერო განათლება გააჩნია და ის აზროვნებს თავისუფლად, ის აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ის აზროვნებს გლობალურად, ასეთი ადამიანი არის საჭირო ეკლესიისთვის და მერე ეკლესიაში ის ისწავლის ყველაფერს, გამოცდილებასაც მიიღებს, სემინარიასაც დაამთავრებს, აკადემიასაც დაამთავრებს. ანუ სანამ სემინარიას დაამთავრებს, იქამდე შეიძლება ეკურთხოს? ხო, მაგრამ ახლა უკვე ისეთ მდგომარეობაში არის საქართველოს ეკლესია, ძალიან ესე იგი გაუნათლებლობით გაივსო. არიან ისეთი მოძღვრები,
რომელსაც დიდი ავტორიტეტი გააჩნიათ. დიდი მრევლი ყავთ. თან არა უბრალო რიგითი ადამიანები, არამედ სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც ჩემი აზრით უნდა ფიქრობდნენ, აზროვნებდნენ, ცოტა სახელმწიფო უნდა აზროვნდნენ, მაგრამ მე ვნახე, რომ მათ აზროვნებაში არაფერი არ შეცვლიდა იმ საბჭოთა პერიოდიდან. ვიზზე ვსაუბრობთ ახლა? ვიზზე ვსაუბრობთ ახლა მღვდლებზე თუ აი ამ სახელმწიფო? არა, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო მოღვაწეებიც არის, მე არ ვამბობ იმაზე, პარლამენტარებზე და იმაზე. აი, რიგით ხელისუფლებაში მუშაობენ, ისეთი თანამდებები უკავიათ, რომ ამინც ქმნიან მაინც და ამ მოძღვარს მართლა აღმერთებენ და როდესაც ესე იგი მე მქონდა წუთიერი შეხვედრა რაღაცა ესე იგი მივესალმით ერთმანეთს რაღაცა ისა და რაღაცა წამოიჭრა საუბარი რომ აი რუსებზე ხო და ეს მოძღვარი ამბობს რომ რუსეთი არის ესე იგი მართლმადიდებელი ქვეყანა და ის ანტიქრისტეს შეებრძოლებაო. გამეცინა ახლა და ანტიქრისტეს როგორ უნდა შეებრძოლოს ან რუსეთი ან სხვა ვინმე, როდესაც რუსეთის დედაქალაქის ცენტრში წითელ მოედანზე ეშმაკის ისა საფლავი არის აშენებული ლენინის სკოლის ხმა და სადაც დევს სირიაში ალეპოში ნაპოვნი საკურთხევლის შავი ქვა. ჯერ ეს ევროპაში იყო მოხვედრი, მე რაღაცნაირად ესე იგი მოსკოვში მოხდა და როდესაც ლენინი გარდაიცვალა, მოკვდა, როდესაც მოკვდა. ესე იგი ააშენეს ეს მავზოლეუმი. ხო და შიგ აი ეს საკურთხევლის ეშმაკის ტაძრის, ესე იგი საკურთხევლის ქვა, შავი ქვა გააკეთეს შიგ და ამაზე ესე იგი დაასვენეს ეს ეშმაკის ესე იგი მოციქული, რომელიც როგორც ისინი ამბობენ მართლმადიდებელმა რუსეთმა დღემდის ვერ აიღო ეს იქიდან და ვერც აიღებს. ის მეორედ მოსვლას იქ უნდა დაელოდოს და ის ისევე ეშმაკის ესე იგი სული შევა მაგაში და ისევე გაცოცხლდება როგორც ესე იგი სხვები და სასწავლებსაც ესე იგი მოახდენს. ლენინი? კი. ეს ასე არის ესე იგი ისა და ამით მოხდება რა უამრავი ხალხის ესე იგი ისა გადაბირება. მამა, ჩვენ ვისაუბრებთ მრავალ თემაზე და ბოლოსკენ უნდა წავიდეთ უკვე. უბრალოდ მე მინდა გკითხოთ, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ადამიანის დამოკიდებულება არამართლმადიდებლებთან? კარგი შეკითხვა არის, იცით რა? მოკლედ რომ ვიპასუხოთ, იმიტომ რომ ვასწავლებ. ყველა ღვთისმშობლები ვართ ჩვენ. უბრალოდ შეიძლება ჩვენ სხვადასხვა გზა ავირჩიეთ. ან სულის ხოვნებისა, ან ესე იგი სულის არცხოვნებისა. ეს უკვე პიროვნულია, სარწმუნოება პიროვნული არის. ჩვენ ყველასთან უნდა ვიმეგობროთ, როგორც ესე იგი ღვთის შვილთან. ჩვენ მათ უნდა დავუშალოთ ტაძრის აშენება, მეჩეთის აშენება? მეჩეთის აშენება? თუ ის აქ ცხოვრობს და ის საზოგადოება იქ მრავალრიცხოვანია, თქვენ როგორ ფიქრობთ? მათ ლოცვა არ უნდათ? მამა, და ბოლოს ერთი კითხვაც, ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ
პატრიარქის გაკულტება ხდება ზოგჯერ და რომ ეკლესია შეგვიძლია ვაკრიტიკოთ, თქო შემდეგ განმარტა რომ მეო სიყვარულით ვაკრიტიკებო. თქვენ როგორ უყურებთ ამ პიროვნებას ზოგადად და მის ამ გამონათქვამს? გეტყვით, იცით რა, მეც მოვისმინე მაგი, ესე იგი და მარტო მაგი წინათაც ქონდა მაგას, ესე იგი ესეთი განცხადებები ნათქვამი. მეუბრალოდ ერთი რამე მენიშნა. ის როდესაც ამბობს რომ საპატრიარქოში ყველაფერი კარგად არ არის, მართალია იქაც არიან კარგი ესე იგი ადამიანები, მაგრამ ასევე იქ არის ესე იგი პრობლემები ესა და ხო და ჟურნალისტებს და არასამთავრობო რო უთხრა თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა მოერიდოთ და გააკრიტიკოთ ესე ყველა. მე ვფიქრობ, იცით რა არის? მე მგონია რომ რაღაცა ბევრი საბუთები არის დაგროვილი ხელისუფლებაში. შეგ საპატრიარქოში რაც ხდება, მე არ ვამბობ კონკრეტულად პატრიარქზე. პატრიარქი არის ესე იგი ეს სუფთა ადამიანი, სულ არის ის მაგან რომელი ფული საიდან მოდის და სად მიდის. იქ სულ სხვა სტრუქტურები არის ესე იგი ისა ხო და ალბათ იქ მე ახლა კონკრეტულად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ საბუთი არ გამაჩნია, თორემ ისე შეიძლება ბევრ რაღაცა ესე იგი მეც ვიცოდი, მაგრამ ვერ ვიტყვი სანამ ესე იგი ისა არ გამაჩნია, მაგრამ სახელმწიფო შეიძლება ესე იგი ეს გააჩნდეს და ეს იყოს მომავალი დასაწყისი საპატრიარქოსთვის და ზოგიერთი ეპარქიებისთვის და რაღაცებისთვის ესე იგი ძალიან არასასიამოვნო პროცესების ესე იგი დასაწყისი. თქვენ არ მიგაჩნიათ რომ ეკლესიაში არსებული საიდუმლოები უნდა გამომჟღავნდეს თუ არსებობს ასეთი და დასასჯელი დაისაჯოს, ხო? ხო, არა, რა არის იცით ახლა თუ ვინმე კორუფციაში არის ჩართული, ეხლა შეიძლება ვიღაცას ბიზნესი ქონდეს რაღაცა, მაგრამ მე ამ შეიძლება ვიღაც ეპისკოპოსი იყოს და ცოლი ჰყავდეს. კი ასეთებიც არიან რაზე ესე იგი არც მალავენ და არც არაფერი ესე იგი ხო და ბიზნესზე მე პრობლემა არ მაქვს. ბიზნესი ახლა დღეს თანამედროვე სიტყვა ვისტორემ შუა საუკუნეებში და ეკეთ ეკლესიას ჰქონდა თავისი მიწები, თავისი ესე იგი ტყეები რაღაც, ის აწარმოებდა პროდუქციას, ხო? ის პროდუქცია რომელიც ჭარბი იყო, მიქონდა ყედიდა და ახმარდა ამას, ესე იგი ეკლესია მონასტრებს ახმარდა მრევლს, ახმარდა ესე იგი ყველას. ეს გასაგებია, მამა. ჩვენ დასასრულისკენ მივდივართ უკვე, გადაცემა სრულდება. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, აი ამ შესანიშნავ ტაძარში, რომელიც თქვენ ააგეთ. სხვათა შორის, არსებობს ხოლმე ესეთი მოსაზრება, რომ ამბიონი წმინდა ადგილია, ხო? მაგრამ რეალურად ეს ასე არ იყო ისტორიულად, ხო? გაჩნდა იმისთვის, რომ აი დიაკონი მაცხოვრის ხატთან დამდგარიყო და მისთვის ხელი არ შეეშალა, ასე რომ ჩვენ შუა ტაძართან შევსხედვართ და არა საკურთხეველში, ეს მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ არ შეგეშინდათ იმის მერე, რაც ამ გადაცემის სტუმარ სხვა მღვდლებს შეემთხვათ, საპატრიარქოში კვლავ ყოფილიყავით ჩვენი სტუმარი. ეხლა თუ ვინმეს რაიმე იძულებით ან რაღაცა ისე უნდა რაღაცა შარის ატეხვა და რაღაცა მე არაფერი არ გამეკეთებია ისეთი და მე არ მგონია რომ ან ვინმე რაღაცას ესე იგი მეტყვის იქაც ზერდილობიანები არიან და იციან ვისთან როგორ უნდა ილაპარაკონ და რა შენიშვნები ესე იგი მისცენ. ხო მე არ ვაშავებ არაფერს და ახლა თუ ძალათი რაღაცას ამიტეხავენ ეს უკვე ცოტა მე მგონი თქვენ უპასუხებთ. უპასუხებთ რა თქმა უნდა, ესე გავცემთ პასუხს რა. დიდი მადლობა, მამა. გაიხარეთ შილო, ღმერთმა დაგლოცოთ და მე მინდა გისურვოთ თქვენს ტელევიზიას წარმატება და მრავალი ესე იგი ახალი თაობა აღგეზარდოთ ისე აი რომელიც ესე იგი საქართველოს გამოადგება, ქართველ ერს გამოადგება და საქართველოს ძლიერ სახელმწიფოს
ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ სულიერად შექმნიან. მე არა ვარ მომხრე, ესე იგი არც ფანატიკური, ესე იგი მიდგომისაკენ, არამედ მე მიყვარს ესე იგი სამეუფეო გზით სიარული, ხო? რომ უნდა დავამთავროთ. კარგით შილო ღმერთმა დააგდოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ მშვიდობა და ბედნიერება მოგცეთ. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ.